მოგესალმებით, როგორც ხედავთ, დაიწყო მასობრივი დაკავებები ადამიანების, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია მშვიდობიანად ეწინააღმდეგებიან რეჟიმს, რომელიც ოფსკულისკენ მიაქანებს ქვეყანას. რეჟიმი ვერ უძლებს მშვიდობიან 2 საათიან პროტესტს, რადგან თავად არის განწირულ მდგომარეობაში. მისი მდგომარეობა განწირულია როგორც გუნდის შიგნით, ასევე საგარეო ასპარეზზე და ეს პარანოიდული მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ადამიანებს ქუჩებში უკვე ჩამქრალი აქვთ სახეები, ჩამქრალი აქვთ თვალები. თუ ავტორიტარიზმმა მთლიანად მოიკიდა ფეხი, ეს გამორიცხავს ადამიანების კრეატიულობას, თავისუფლებას, სილაღეს, ჯანმრთელ ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ამიტომ ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც საზოგადოება მთლიანად უნდა დადგეს წინააღმდეგობის გვერდით. ყველანაირი საშუალება გამოიყენეს ამ ადამიანების წინააღმდეგ. უძლიერესი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რომ ეს ადამიანები წარმოაჩინოს მარგინალებად, წარმოაჩინოს არანორმალურებად, გააშაოს, მაშინ როდესაც ისინი წარმოადგენენ ამ ქვეყნის სინდის ღირსებას და ისინი დგანან ამ ქვეყნის ნათელი მომავლის სადარაჯოზე. მოვიკრიბოთ ძალა, დავდგეთ ერთად, არ გავწიროთ ერთმანეთი. ეს არის სპირალი, რომელშიც რეჟიმმა ჩაგვითრია და შეიძლება დასრულდეს ან მხოლოდ საზოგადოების გამარჯვებით, ან მხოლოდ რეჟიმის გამარჯვებით. არ გავამარჯვებინოთ ამ პოლიტიკურად სნეულ ავადმყოფ რეჟიმს. დავდგეთ ერთად.